მოგესალმებით ბატონო ერაკლი დავიწყოთ კონსიები ისტორიაში პირველ ჩვენი ქვეყანა ფინანსურ დავუწიოთ რა რესპუბლიკის ახალ ფანჯარას ჩვენი ქვეყნისათვის. მოხარული ვართ რომ აბრეშუმის გზის ფორუმთან ერთად ჩვენ პირველად მასპინძლობთ ფინანსურ სამიტს. ამ სამიტში მონაწილეობენ ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიზნესის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები. არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ ჩვენი ქვეყანა იქცეს საბად, მათ შორის ფინანსურ სექტორში და რა თქმა უნდა ეს ღონისძიებაც ხელს შეუწყობს ამ ამბიციური მიზნის განხორციელებას. თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები ყველა მიმართულებით, რაც შეეხება იგივე ეკონომიკურ ზრდას, რაც შეეხება ფინანსური სექტორის გამართულ მუშაობას, ფისკალურ კონსოლიდაციას და მიმართულებით რა თქმა უნდა მუშაობის გაგრძელება არის ჩვენი პრიორიტეტი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა მდგრადად განვითარდეს ეკონომიკურ და ფინანსური თვალსაზრისით. მას შემდეგ რაც არსებული სცენარი მათ ჩაუვარდათ რომ ჩვენი არსებული ინფორმაცია ისინი ძალებს ხარჯებს და რესურსებს მიმართავენ გარეთ და მსვლობენ ლიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურად გააგრძელონ თქვენ რა ინფორმაცია აქვს მათ გეგმასთან მიმართებით მას შემდეგ რაც გეგმა ჩაუვარდათ შიგნით ახლა ეს რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა. ესენი მოქმედებენ კოორდინაციაში საკუთარ პატრონებთან. ეს არის ჩვეულებრივად საკუთარი ქვეყნის ხალხი, საკუთარი სამშობლოს ხალხი, საკუთარი ხალხის ხალხი. ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და სწორედ ამის გამოა რომ ზედიზედ 2 წელია 1,100,000-ზე მეტი ადამიანი გამოდის არჩევნებზე, მხარს უჭერს მართლ პარტიას და კიდევ ერთხელ უარს ეუბნება რა თქმა უნდა რადიკალის და უცხოურ აგენტურას. ამას ძალიან კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. მოგწერა რომ ეს არის დიპლომატიური პრაქტიკა და არ ნიშნავს ცეცხლაძის შესაძლებლობის მხარდაჭერას. ამას ეხმარება შალვა და წეს რომ ევროკავშირის საერთო მაქციებისას ძალადობისთვის ჯაბოლის ცეცხლაძეს აქციებსაც საერთოდ გათავისუფლებას ითხოვს ამ ჯაბდებლობის ასე რომ თქვა დამდგომარეობაში გარკვეულ. რეალურად ეს არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის. თქვენ იცით რომ მაგალითად ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირები ხშირად ხოვენ ხოლმე ევროკავშირის წარმომადგენლებს გამოხატონ საკუთარი პოზიცია მათ ამ საკითხთან დაკავშირებით და აქაც კი ისინი ერიდებიან საკუთარი პოზიციის გამოხატვას, როცა საქმე ეხება რეალურად ქართველი ხალხის ხარდაჭერას და ამ დროს ისინი კონკრეტული კრიმინალის წირილს პასუხობენ. ეს რა თქმა უნდა არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის. პირიქით ეს არის არადიპლომატიური, ეს არის ნერვიულობით, ეს არის არადემოკრატიული პრაქტიკა, მე ასე ვიტყოდი. მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა დამატებით კომენტარი გავაკეთო, რა თქმა უნდა გასანანია ძალიან ყველაფერი რაც ხდება, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება. ამაღლებელმა შეასრულა რეალურად დავალება, ხო პირდაპირ იყო თუ არაპირდაპირი მნიშვნელობა არ აქვს. უცხოურ აგენტურას საქართველოში ზოგადად ჰქონდა დავალება რომ ეცადა მაქსიმალურად ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაცებს უფასებენ საკუთარ მცდელობას. ეს არის რეალურად რასაც ხედავთ. ეს არის რა თქმა უნდა რადიკალიზმის წახალისება, ეს არის კრიმინალის წახალისება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ყველა ხედავთ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე რა თქმა უნდა ასეთი აქტები არავის უყურს. ალბათ ხვალვე არ ვიცი როგორც მოგეხსენებათ პარლამენტარებში აქვთ სარჩელი ან ხვალ ან მაქსიმუმ ორ შაბათს ალბათ უკვე სარჩელი შეტანილი იქნება სასამართლოში. ის გადაკეთებასთან დაკავშირებით მიმართეთ ბატონო. სხვადასხვა თანამდებობები. თავდაცვის მინისტრის გადასახადი მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, აი თან როგორც მის თანამდებობს. მის კეთილს ინიციირება შეუჩერა. მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო. ამ თემასთან დაკავშირებით ერთხელ გეუბნებით. მე ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს, ადამიანურად ძალიან დასანანია.
რა თქმა უნდა ის რაც ხდება ზოგადად რა თქმა უნდა ადამიანური ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას უერიდები ერთადერთი ეგ თუ გაინტერესებთ მიმართით შესაბამის უწყებებს თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი კორუფციაში არა ხოდა შესაბამის უწყებებს ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს მე ხარ გეუბნებით რომ რაჭხა პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას მე შემიძლია დაგვირდეთ და ერთ პირობა მოგცეთ რომ შეგიძლიათ დააგვირდეთ საქართველოს მთავრობის ნებისმიერ სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს ჩვენ მზად ვართ რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი ამოიღეთ 2024 წლის მაცადეთ ხო ნერვიულობთ როდესაც მეჭრებით ეს არის თქვენი ნერვიულობის გამოხატულება 2024 წლიდან ვერ იღებთ არ იმიტომ რომ არ გცემთ პასუხს კონკრეტულ კითხვებზე განგიმარტეთ რომ არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას თუ გაინტერესებთ ხო და მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გაგცემენ პასუხს ძალიან ნერვიულობთ თქვენ ნერვიულობის მაგივრად თქვენ უნდა გეხაროდეთ ის რომ 2024 წლიდან ნერვიულობთ ფაქტია 2024 წლის თქვენ უნდა გეხაროდეთ ერთი რამე რომელიც მილიონებს იპარავდა და ის დღეს მას აღიარებს თქვენ უნდა გეხაროდეთ მართლა ნერვიულობთ თქვენ უნდა გეხაროდეთ ერთი რამე თქვენ უნდა გეხაროდეთ ერთი რამე ნუ ნერვიულობთ მართლა თქვენ პოლიტიკოსები ხართ თუ რა ხართ ბატონო იროგი პასუხები არ გვაქვს თქვენ უნდა გეხაროდეთ ერთი რამე 2024 წლის 8 თებერვლიდან თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ნებისმიერი აქტი ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც მიიღო გამოსცა მაგრად ნერვიულობთ რა საშინელად ნერვიულობთ რა არის დამალული ყველა აქტი გამოქვეყნებულია რომელი კაც ყველა აქტი გამოქვეყნებულია ყველა აქტი არის გამოქვეყნებული საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამოქვეყნებული თუ ვინმე ამას გეუბნებიათ ეს არის ტყუილი ყველა აქტი არის გამოქვეყნებული საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამოქვეყნებული და თქვენ ეს უნდა გეხაროდეთ რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ უფრო მეტიც იცით რომ კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა რაც შეეხება ენერგეტიკას მაგალითად რაც შეეხება იგივე პირდაპირ პრივატიზაციას და შემდეგ ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და შესაბამისად ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებლობას მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან და თქვენ ეს უნდა გეხაროდეთ და არა ნერვიულობდეთ გარკვეულ წარსულ რა პასუხი იქნება სპეციალურად მიმართული თქვენ ნახეთ რომ პირველად ამ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა ეს ნიშნავს იმას რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება რა თქმა უნდა არ უნდა მოდუნდეთ უნდა ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ არ შეიძლება 50 რადიკალი ძალადობდეს 3.700.000 ადამიანზე და ამის წინააღმდეგ გამოქმედა კანონმდებლობა და ხედავთ რომ უკვე დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმდებლობამ ბატონო ირაკი ასევე გერმანიის ელჩის მე არ ვიცი ხა ეს მათ შეიძლება გქონდეთ საკუთარი ტაქტიკა ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ტაქტიკა და ეს ტაქტიკა ითვალისწინებს იმას რომ 50 მოძალადე არ უნდა ძალადობდეს 3.700.000 ადამიანზე. გერმანიის ელჩზე უნდა გკითხოთ და ზოგადად ელჩების საქმიანობაში საქართველოში თქვენი აზრით გამოძიებას მიმართ. გერმანიის ელჩის გაწოვა არის თუ არა მაგალითი იმისა რომ რასაც ამტკიცებდით არის რეალობა საქართველოში. გერმანიის ელჩის გაწოვა არის თუ არა ნუ რეალურად იმის რასაც ამბობდით. ძალიან კარგია რომ გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება ბატონ ფიშერის გაწევასთან დაკავშირებით უკვე არანაირ ასე ვთქვათ ლოგიკაში აღარ შედებოდა მისი ყოფნა ჩვენს ქვეყანაში თქვენ ნახეთ რომ პირველი გერმანიის ელჩი იყო რომელმაც
დააზიანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები, მანამდე ეს ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა, ქონდა ძალიან კარგი დინამიკა და ფიშერის პირობებში ძალიან მძიმე ზიანი მიადგა ამ ურთიერთობებს, თუმცა ეს ურთიერთობები არის იმდენად ძლიერი, რომ მე დარწმუნებული ვარ, მისი გამოსწერება ძალიან მალე მოხდება, მთავარია რომ ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად. და აქვე გახარიას პარტიაზეც კითხავთ, მათ გადაწყვეტეს რომ როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში გამოიყენონ მანდატები, როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება მათთან თანამშრომლობა შესაძლებელი ან რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს? ისინიც არიან რეალურად რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა რა თქმა უნდა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლის, ხო, რეალურად ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად რთული იქნება რა თქმა უნდა ამ პირობებში თანამშრომლობა, მათ გაუჭირდებათ რადიკალური დღესასრიგიდან გამოსვლა, გამომდინარე იქიდან რომ მათ ხავთ უცხოელი პატრონი, რომელიც ავალებს ერთ-ერთ რამეს შეინარჩუნონ რადიკალიზმის კერები ჩვენს ქვეყანაში. და არჩევი ნახოთ. იგო ხილტის პროექტზეც რა გვიპასუხეთ გუშინ ბატონ მირეყი ნატარევიშვილმა თქვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომ 33%-იანი წილით სახელმწიფო არის ამ პროექტში შესული. მიწის ღირებულება რა არის, სადაც სახელმწიფო არის წარმოქმნილი, საინტერესოა მისი მოთხოვნა იყო. უნივერსიტეტის სახელმწიფო და ამ აქტიების დაბრუნებას რა ხო ვადაში ვარაუდობთ. კონტრიბუცია სახელმწიფოს როგორია საინტერესო. მე პირველ რიგში, დიახ. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში? კი ბატონო, პირველ რიგში მე მარიამ ქრივიშვილს მინდა გადავხადო, ძალიან დიდი მადლობა, რომელიც პირველივე დღიდან, მინისტრად დანიშნვის პირველივე დღიდან ჩაერთო მოლაპარაკებებში იგილხილსთან და მან შეძლო მაქსიმუმის მიიღება იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც მოეწერა ხელი. ეს მაქსიმუმი თვალისწინებს რა, რომ ერთი არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც შემოდის საქართველოში და პირდაპირ ინვესტიცია არის 6.5 მილიარდი დოლარი მარტო ერთი კომპანიიდან, ხო, გუშინ მანაც ბრძანა ეთერში, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მთელი მათი მოღვაწეობის პირობებში 9 მილიარდი დოლარი იყო მთლიანი ჯამი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების. აქ მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6.5 მილიარდი დოლარი. თქვენ შეგიძლიათ თავადაც წარმოიდგინოთ, რამხელა შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, ხო, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქციის განვითარებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამის მიღმა, მარტო ესეც კი უკვე ძალიან საინტერესოა, ხო, ქვეყნისთვის, ამის მიღმა ხელშეკრულებაში ჩაიდო ის, რომ პირდაპირ ბიუჯეტში შედის მოგების 33%, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და კიდევ ერთხელ მარიამ ქრივიშვილს მადლობა ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერისთვის, რომელიც შეტანილი იქნა ხელშეკრულებაში. ანუ მიწის ღირებულება რა არის აი ან თეორიულად შეიძლება შენ ინვესტორს მიწა მხოლოდ ინვესტიციის შემოტანის სანაცვლოდ ასეთი რამე შეიძლება წარმოიდგინო, თუმცა ამის მიღმა, როდესაც ბიუჯეტში შემოგაქვს მოგებიდან 33%, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ხო, ანუ გარდა ეკონომიკაში პირდაპირ შენატანისა, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში პირდაპირ შენატანი, ანუ მოგებიდან 33% შევა საქართველოს ბიუჯეტში. ეს მოთხოვნა სახელმწიფოს ინვესტორის თქვენი პირობა. ეს იყო მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი და რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესი იყო 33%-ის სამოღება ჩვენს ბიუჯეტში. შეიძლება აი ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს რომ უკანონო შემოსავლებს წლების განმავლობაში იღებდა. მე მაინტერესებს უბრალოდ თქვენ როგორ გჭერათ. ეს ბიზნა ივანიშვილმა წლები არის ცოტა. მისგან გამოუკიდებლად. მე შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიზნა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ და თქვენ გახსოვთ. ყოველთვის ასე იყო. მე მინდა შეგახსენოთ, როდესაც 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემოbrunდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ხელოვნებაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ხო? რაღაცეებს დაჭირდა თავისი დრო, შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, მათ შორის საარჩევნო წელი იყო სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ ამოუკიდებელი როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხისგაცემას და ამ პირობებში ჩვენ გაგვიმარტივდა ყველა გამოწვევასთან ბრძოლა, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით, მათ შორის ერთ-ერთია კორუფცია. როდესაც მუდმივად ცდილობენ გარყიონ გარედან ხელოვნურად, რა თქმა უნდა, ეს ასუსტებს საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც დღეს ვარ ჩვენ ძლიერი როგორც არასდროს, დამოუკიდებელი როგორც არასდროს, ვერ გვარყევენ გარედან, აქედან გამომდინარე გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ კორუფციის პრევენცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. და ამიტომ კიდევ ერთხელ
თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ თავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, თავრობის ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი ტენდერი, ნებისმიერი პრივატიზაცია, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს გავცემთ პასუხს, ვერ გვაძლევთ ვერც ერთ ასეთ ფაქტს. არ შევდივარ. მე შეიძლება გქონდეს ჩემი შეხედულებები, მაგრამ ამ კითხვებზე არ გავცემ პასუხს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩემი ადამიანური პოზიცია. და რამდენიმე წლის წინ გამომძიებელ ჟურნალისტები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ პირადი მარიოშოვმა შვილი ჩარტერით გადააფრინა შეერთებულ შტატებში. თქვენ მაშინ გაგიჩნდათ კითხვა მის კეთილსინდისიერებაზე. კიდევ ერთხელ. ერთი და იგივე შეკითხვას მისვამთ სხვადასხვა ფორმით. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. თქვენ არასდროს არ ხართ მართალი. თქვენ არასდროს არ ხართ მართალი. ხო იქ საუბარი იყო კონკრეტულ ფაქტზე, რაც არ უარყვია არც ირაკლი ღარიბაშვილს, ეს არის მოცემულობა. ხო თქვენ არასდროს არ ხართ მართალი, ეს ერთი. და მეორე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ერთ რამეს. ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი ტენდერი, ნებისმიერი პრივატიზაცია, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს, მაგრამ არ გაქვთ არც ერთი კითხვა, არც ერთ ასეთ აქტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა გამოიცა 2024 წლის 8 თებერვლიდან. მე პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ კორუფციის აღმოსაფხვრად ჩვენს ქვეყანაში და ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი. 2 წლის განმავლობაში, როდესაც ვერ გვაძლევთ, 2 წლის განმავლობაში, როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ვერც ერთ ტენდერს, ვერც ერთ პრივატიზაციას, სადაც არის რაიმე ნიშანი კორუფციის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში რადიკალური ნაბიჯები გადავდგით. არა, მე გეუბნებით ბიზნესმენიშვილის მე გეუბნებით რა დაპირება გასცა ბიზნესმენიშვილმა 2023 წლის დეკემბერში და როგორ აღსრულდა ეს დაპირება 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული. ხო ამას გეუბნებით რა დაპირება გასცა ბიზნესმენიშვილმა 2023 წლის დეკემბერში და როგორ აღსრულდა ეს გადაწყვეტილება 2024 წლის 8 თებერვლიდან. ხო ყველაფერი არის ნახე. რადგან სახელმწიფო არის მხარე ხელშეკრულება თუ გამოქვეყნდება საინტერესო გასაჯაროდება. არც მე არ ვიცი როგორია მანდ პროცედურა, თუ უნდა იყოს საჯარო, ალბათ გასაჯაროდება. ანაკლის სპორტის ინვესტორი დღემდე არ არის უპირატესი მონაწილე დასახელ და ჩინური კონსორციუმი რა ხდება თქვენ ადრე პროექტის საკითხებში? აქაც კი, ეს საკითხია, აქაც ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენ გვინდა რომ აქაც მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, თავის დრომი აქვს მოლაპარაკებებს, თუმცა ეს არის საჭირო, აუცილებელი, თუმცა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც არის საჭირო და საბოლოო ჯამში თავი არის ის, რომ არ ფერხდება ამის მიუხედავად პროექტის განხორციელება, გრძელდება დაღრმავების სამუშაოები, ტალღჭრელების მოწყობის სამუშაოები, რაც კეთდება ჩვენი საკუთარი რესურსით. ეს სამუშაოები გრძელდება ამასობაში, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ მოლაპარაკებებსაც. დაკავებებზე თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ ყოველდღე ხდება 20-მდე ადამიანის დაკავება აქციაზე და შემდგომ უკვე მეორე დღეს დილით ვიგებთ ამის შესახებ. სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი, მაგრამ ირაკლი პროტესტს გამოხატავენ გუშინ ადამიანები და ტროტუარზე უარდებოდა მათ პოლიცია და აკავებდა. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ პირველად ვერ მოახერხეს რადიკალებმა რუსთაველის გამზირის გადაკეთება, რაც ხო ახალი კანონის მიზანი, ხედავთ რომ კანონი მუშაობს უკვე ეფექტურად, თუმცა რა თქმა უნდა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ჩვენ ვერ მივცემთ 50 მოძალადეს იმის საშუალებას, რომ იძალადოს 3.700.000 ადამიანზე, ხო? ეს იყო კანონმდებლობის მიზანი და რა თქმა უნდა, კანონმდებლობის აღსრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, კი, არა, ყოველდღიურად 50 ადამიანი იკეტავდა, ხო? ყოველდღიურად ხდებოდა ეს. შესაბამისად ლოგიკურია, რომ დღეს ხდება დაახლოებით 20-25, ყველას აკავებაც არ ხდება, ხო? ასე გამოდის 50 კაცი იკეტავს ქუჩას, აქედან 25 ადამიანს აკავებს პოლიცია, რაც ეფექტურად მუშაობს, ხო? მალობა მინდა გადავხადო, რა თქმა უნდა, შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს პროტესტი არ არსებობს. პროტესტი არ, როდესაც რუსთაველის გამზირზე ვერ გამოყავს სრული მობილიზაციის პირობებში 300 კაციც კი, ხო? ეს ნიშნავს, რომ პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, 300 ქართველი ხალხი არის გამოსული. და ეს რა თქმა უნდა პროტესტი არ არის, ამას არ შეიძლება ეწოდოს პროტესტი, რაც სინამდვილეში არ არის პროტესტი, იმას ვერავის დავარქმევინებთ
პროტესტს. ბატონო, უბიზო მიმოსვლაზე ასევე კითხავთ, თქვენ ამდენჯერად კითხავთ, იმდენჯერ ამბობთ, რომ საინტერესო არ არის ეს კონფლიქტი. მაგრამ ახლა ევროკავშირი ბოლო გადაწყვეტილება რაც ნახეთ, ემზადება იმისთვის, რომ არა მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაცია შეარჩიოს თქვენთვის, არამედ მათ შორის ასევე შეუძლებელი გახდეს თქვენთვის ვიზის აღებაც. ის სისტემაში შევლენ კონკრეტული პირები თავისი პირადი ნომრები. თქვენ წარმოედგენთ, ამანაც კი ვერ გააღვია ჩემში ვერავით არის ინტერესი. აი საერთოდ ვერავით არის ინტერესი ვერ გააღვია, ამანაც კი ჩემში. საერთოდ ნული ინტერესი. როგორ არ მინდა სულ ამას თავაზობ. სულ ამას თავაზობთ. ნახეთ, აი წარმოედგენთ, ჩამოვიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ეოთოს არ შეხვდით. რატომ არ შეხვდით? იმიტომ რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკა დადგა. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს შეხვდე? ხო, მან თქვა რომ ის იყო არა ფინანსთა შუაშია. საგარეო საქმეთა მინისტრი ფინეთის, არამედ ის იყო აკაცუკი. ეს გითხრა და ვეღარ შეხვდით, იმიტომ რომ აკაცუკთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ხო, ჩვენ გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა ხელში შეხვდა აკაცუკი. სხვა სამიტებზე და ფორუმებზე რომ იღებთ მონაწილეობას და შემდგომ დიდი სიხარულით რამდენიმე წამიან კადრებს აუცელებთ, ხან მაკრონი რომ გესაუბრება თუ ხან სხვავი. ამასაც თუ ვეღარ შეძლებთ, ეს საინტერესო არ არის თქვენთვის. ჩვენთვის საინტერესოა სამართლიანი დამოკიდებულება, თუ იქნება სამართლიანი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ დღეს ხედავთ, რომ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს რესურსი საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით იმოქმედოს. ხო, ამის შედეგია, რომ 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში, ჩამოსულია 7.9%-მდე და აკრძალული აქვს ეკონომიკაზე საერთოდ საუბარი. ხო, მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება. რესურსი აქვს, მე მგონია, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გამოსწოროს მდგომარეობა. ნახეთ. ნუ ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, ევროპას აქვს თავისი ტრადიციები, დღეს ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე გავლენები, თუმცა იმ ხოლმე ტრადიციები აქვს ევროპას, რომ იმეც ვიტოვებთ, გამოსწორდება ეს მდგომარეობა, რომელიც არის ბიუროკრატიაში. ვიზოსთან დაკავშირებით ერთადერთი ხო გარკვეული ქვეყნები ამ საკითხთან ჩვენ ზოგადად ყველა ქვეყანას ვხდით მადლობას, რომელიც ხარს უჭერს ქართულ ხალხს და შესაბამისად ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. მათი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით. ნუ დანარჩენი ვნახოთ როგორ გასწავლება პროცესები. ამ სტადიის გამოყოფის შემდეგ რამდენიმე განხორციელება მართლაც გასაკვირველია მხარდაჭერა, თუმცა გარკვეული ნაწილი არის ისევ განხორციელებული. არც ერთი ყველა განკარგულება, რომელიც გამოიცემა საქართველოს მთავრობის მიერ, არის აბსოლუტურად ყველა საჯარო. აი ზოგი განკარგულება რაც საჯარო, აი არ არის შემდგომი რომელი ყველა განკარგულება არის საჯარო და ყველა შეუძლია ჩაძიება. აბსოლუტურად ყველა განკარგულება არის საჯარო და ყველა შეუძლია ჩაძიება. მადლობა. ხალხი აბიტა დაგიგონდა.